ალილო თბილისში საშობაო მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან იწყება და სამების საკათედრო ეკლესიისკენ გაემართება. იქ შესრულდება საშობაო პარაკლისი. სამებაში მოიყრის თავს მსვლელობისას შეგროვებული სურსათ სანოვაგე და საჩუქრები, რომლებიც მოგვიანებით მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებს გადაეცემა. მსვლელობას ხვდებიან არალეგიტიმური პარლამენტის წევრები, საკრებულოს წარმომადგენლებიც. კიდევ ვინ მონაწილეობს საშობაო რიტუალში და დაიძრა თუ არა მსვლელობა, ნანო ჩაკვეტაძე მოგვიყვება ადგილიდან. ალილოს ტრადიციული მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან წუთი-წუთს დაიძრება. სადღესასწაულო შესამოსოლში გამოწყობილი მრევლი გაიბლის რუსთაველის გამზირს, თუმცა არ შეჩერდება არც საკანონმდებლო ორგანოსთან, არც საკრებულოს შენობასთან და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. როგორც კადრში ხედავთ, წინა ორხაზში დგანან ბავშვები, რომლებიც ანგელოზებს განასახიერებენ და მწყებსების ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდებს. მსვლელობის გამო მოძრაობა ამ აღნიშნულ ტერიტორიებზე დროებით შეფერხდება და ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ ალტერნატიულ ქუჩების გამოყენებით. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაწყებული მსვლელობა გეტყვით, რომ სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სწორედ იქ შესრულდება ტრადიციულად შოვის პარაკლისით, შეგროვებული სურსათით და სანოვაგეც გადაეცემათ მოხუცთა თავშესაფრებს, ბავშვთა სახლებს, ასევე გაიგზავნება საპატიმროებში. ჩვენ ჩავწერეთ კომენტარები იქამდე, ვიდრე დაიძრება მსვლელობა. ვკითხებთ მოქალაქეებს, როგორია მათი საშობაო სურვილები, რას უსურვებდნენ ისინი საშობაო და მთლიანად 2025 წლისთვის თავიანთ ოჯახებს, ქვეყანას, მსოფლიოს შეგვიძლია მოვისმინოთ ეს კომენტარები და მოქალაქეების საშობაო სურვილები. ალილო ნიშნავს სიხარულს და სიხარული არის ქრისტეს შობის დღევანდელი დღე 7 იანვარი. მინდა მშვიდობა იყოს, სიკეთე, სიხარული და სიყვარული ყველას გულებში დაიბადოს. წლის საშობაო ჩემი სურვილი იქნება, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია უფრო დამშვიდდეს და უფრო გამსვლენებული საქართველო ვნახოთ. ულოცავ ყველას აქ დღესასწაულს. უკვე მე-14 წელია რაც ალილოს მსვლელობაზე ვიღებ მონაწილეობას. შეგიძლიათ დღეს და ყოველდღიურად შემოწირულობა, რომელიც შემდეგ გადახარისხდება ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში და სახლ-ჯანმრთელობათა დეპარტამენტებში. მიყვარს საერთოდ ეს დღესასწაული, აქედან ახლა რო დავიწყებთ ცვლას, ჩავივლით მთავრობის სახლთან, მან გავჩერდებით, მე გადავალთ რიყეზე და ავდივართ სამებაში. მან გვაქვს მან თავდება საერთოდ. პატარაობიდან დავდივარ, შარშან მეცვა მაგალითად მოგვის ფორმა, შარშან სტიქანი მეცვა და ეხლა ვარ მწყემსი. მინდა ასევე სრულად საქართველოს მიულოცო ეს დღესასწაული, მაცხოვრის შობა და მინდა ვისურვო გაბწყინებულ საქართველოში. საზოგადოება მოდის, მოაქვს ნობათი, მოაქვს სხვადასხვა ნივთები, რომელიც ურიგდება ჩემდგომად ბავშვთა სახლებს, ავადმყოფოებს, საპატიმროებს და მოხუცთა თავშესაფრებს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უპირველეს ყოვლისა უკავშირდება მოწყალებას, რა თქმა უნდა, და იმ დიდ სიხარულს, რაც გამოწვეულია ქრისტეს შობის დღესასწაულით. დღეს 7 იანვარს მართლმადიდებლების ნაწილი, მათ შორის საქართველოში რაზაკვირველია, ქრისტეს შობას აღნიშნავს. მე ისევ დაგიტოვებთ კადრს, გიჩვენებთ ვითარებას ადგილზე რესპუბლიკის მოედნიდან ალილოს ტრადიციული მსვლელობა წუთი-წუთს დაიძრება. რუსთაველის გამზირის გავლით აქ შეკრებილი მოქალაქეები, მრევლი, რომელიც როგორც ხედავთ კადრში გამოწყობილია სხვადასხვა ტრადიციულ შესამოსელში, გაემართება სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც ტრადიციული საშობაო პარაკლისი შესრულდება.